საცოწარკვეთილი ოლიგარქი ხალხის პროტესტს ვერ ახშობს. დღეს ქუჩაში ადამიანები 97-ით ისევ რეჟიმის წინააღმდეგ გამოვლენ. ბიძინა ივანიშვილმა დარბევით, ცემით, ხალხის ქუჩა-ქუჩა დევნით და წამებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო. სახლებთან ხვდებოდნენ, ტიტუშკების ბანდები ადამიანებს სასტიკად სცემდნენ, მაგრამ ესეც უშედეგო აღმოჩნდა. მუქარამ, რომ დაიჭერენ ადამიანებს, ციხეში ჩასვამენ ხანგრძლივი დროით, შედეგი მაინც ვერ გამოიყო. სინდისის პატიმრებით ციხეების გადავსებამ ქართველ ოლიგარქს რუსული პოლიტიკური კურსით შედეგი მაინც ვერ მისცა. ყველა პატიმარი, სინდისის პატიმრები, ვინც რეჟიმმა ციხეში გამოკეტა, გმირულად უძლებს იმ წნეხს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა ამყოფებს. სალამი სინდისის პატიმრებს ამ სტუდიიდან. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ჩვენ მსჯელობთ თქვენზე და ჩვენ გვჯერა თქვენთან ერთად გამარჯვების. შვილები აქციებზე მშობლებმა შეცვალეს. პატიმარი მამები შვილებმა და ასე გადასცეს საქართველოსთვის ბრძოლის ესტაფეტა მათ ერთმანეთს. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მიჩვეული იყო, რომ ფულით ან უფრო მეტი ფულით იყიდდა ყველაფერს, გააჩუმებდა ყველას, ზეწოლით ან დაშინებით პროტესტს ჩაახშობდა, ადამიანებს დაღლიდა და ქუჩაში მიტინგი აღარ იქნებოდა, ახლა შეეჯახა ყრუ კედელს, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვება. ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლით ქართულმა ხალხმა ივანიშვილი, მისი პარტიაც და მისი არალეგიტიმური მთავრობაც აქცია იზოლირებულ ზალად, რომელსაც ცივილური სამყაროდან აღარც ელაპარაკებიან, აღარც ცნობენ, აღარც აღიარებენ. ივანიშვილმა თავი ისეთ კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო, რომ თავადაც გამოსავალს ვეღარ ხედავს. პრეზიდენტად გაამწესა კაცი საშუალო განათლებით, რომ თითქოს საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს და გამპროტესტებელიც კი არავინ იქნება ამ ქვეყანაშიო, მაგრამ ამის გამო მას დასცინიან. მას წარმოდგენა ჰქონდა, რომ იყო მაგარი მოთამაშე, ბიზნეს მოთამაშე, დიდი პოლიტიკური მოთამაშე, როგორც თავად ამბობს ხოლმე საუბრებში იგროკი, რომ მისი ტრიუკებით ყველას უგებდა. თუმცა ტრიუკებიც ამოეწურა და შედეგად მიიღო მისი განადგურებული რეპუტაცია, გაცამტვერებული რეპუტაცია. აი სიტყვა გაცამტვერება ყველაზე კარგად ასახავს ქართველი ოლიგარქის ყოფას. და აბა დაფიქრდით, რატომ არის ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა მისი რეპუტაციის გაცამტვერება, განულება, ჩამოქცევა ასეთი მტკივნეული. მან რამდენი რამ ჩადო ამ ყველაფრის შენებლობაში. ჩადო ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი რაც ებადა, ფული. რამდენი მილიარდი დახარჯა, რომ აეშენებინა მისი სახელი, რომ თითქოს ის იყო ქველმოქმედი, ხალხზე მზრუნველი, ბნელ 90-იანებში შიმშილს გადაარჩინა მსახიობების მთელი თაობა, საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენცია მათ ეხმარებოდა. ასეთ სახელს იშენებდა ბიძინა ივანიშვილი. რეალურად კი ამ კაპიტალით, რომელიც ამ ქმედებებით მოაგროვა, ემზადებოდა იმ ყველაფრისთვის, რომლის წინაშეც ახლა აღმოჩნდით, საქართველოს რუსეთისათვის ჩასაბარებლად. დღეს კი ბიძინა ივანიშვილი სახელი მისი სისხლიან ჯალათთან ასოცირდება, რომელიც მისი შვილების თანატოლების სასიკვდილოდ ცემის და წამების ბრძანებებს გასცემს. ოლიგარქმა ახლა კიდევ ერთი ტრიუკი მოიფიქრა. ხალხი დააშინოს ჯარიმებით. თუ აქციაზე დგომა გინდა, ხარკი უნდა გადაიხადო. ბატონს ხარკი უნდა გადაუხადო. ასეთია მისი მიდგომა, მისი ხედვა. ის ხარკს სთხოვს ხალხს, ვინც
თავისუფლებისთვის დღეს იბრძვის ქუჩაში. გონია, რომ ამ ხარკის შიშით ადამიანები, ამ ჯარიმების შიშით ადამიანები გაჩუმდებიან, ყველანი სახლში დასხდებიან და პროტესტი აღარ იქნება. ოღონდ ახლა ის ნელ-ნელა ხვდება, რომ ამაშიც შეცდა. მხოლოდ ივანიშვილის დაბადების დღეზე. ვახო გომელაურს, ვაჟა სირაძეს, თეიმურაზ კუპატაძეს, მისი რეჟიმის მსახურ ადამიანებს 750.000 ლარის ჯარიმა გამოაწერინა. ეს რეკორდული თანხაა. იანვარში კი ჯარიმების რაოდენობამ, ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობამ 18 მილიონ ლარს მიაღწია. ბიძინა ივანიშვილისთვის მის დაბადების დღეზე ქუჩაში გამოსული ადამიანები თან ასეთი რაოდენობა სრული მოულოდნელობა იყო. იმიტომ რომ მას პირდებოდნენ, რომ მის დაბადების დღეზე ქუჩაში ხალხი აღარ იქნებოდა. არა და 69 დაბადების დღეს ის დიდი პროტესტით შეხვდა. და თან სხვათა შორის სრულ მორწმუნე კაცისთვის ჩვენი საყოველთაო საჯარო წყაროებიდან, არაერთი რეპორტაჟიდან თუ სტატიიდან ვიცით, რომ ბატონი ბიძინა არის სრულ მორწმუნე, ხომ? ივანიშვილისთვის ხალხის პროტესტის შეწყვეტა იქნებოდა რაღაცა გამარჯვების მიღწევა და ის რაღაც თავისი აი ფილოსოფიით რაღაცებს დაუკავშირებდა, რომ ეს რაღაცა ერთი გამარჯვება სხვა რაღაცების საწინდარი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა რიტუალების მოყვარული ოლიგარქი ამჯერადაც შეცდა. რა ხდებოდა საქართველოს მთავარ გამზირზე ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე? მიიტანეს მისი ფიტული, გარშემო პატარ-პატარა თაგუნიები განათავსეს, ადგილ-ადგილ რაღაც იწოდა და ისმოდა შეძახილებით ცეცხლი ოლიგარქიას. აბა დაფიქრდით. კაცისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ ხესთან ჩახუტებით შეიძლება სასიცოცხლო ენერგია მიიღო თან ისეთი, რომ ცხოვრების წლები გაიხანგრძლივო და მოულელობით დამპალი ხეები, ასწლოვანი ბაობაბები, მიწაში ჩარგო, იმის გამო, იმ იმედით და რწმენით, რომ მიწიდან ამ ბაობაბებიდან წამოვა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც შენ სიცოცხლის წლებს დამატებით მოგცემს. როდესაც ეს კაცი ხედავს მის ფიტულს თავარ გამზირზე, რომ იწვის და გარშემო თაგუნიები დადიან. რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერს? ახლა ვილაპარაკოთ ჯარიმებზე. ივანიშვილის რეჟიმი გაიჭედა. მზად არიან სასამართლო სრული პარალიზება მოახდინონ სასამართლოსი ხალხის დასასჯელად. ახლა აგიხსნით რატო? იმიტომ რომ ყველა ჯარიმას, რომელსაც თქვენ პოლიცია გიწერთ, ეს ჯარიმა საჩივდება საბოლოოდ მაინც სასამართლოში. და თქვენ გადახდის ვალდებულება ამ ჯარიმის ჩაგერთვებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც კლანის მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები განიხილავენ და დაგაკისრებენ ჯარიმას. ახლა მე ვეცდები ამ ეთერის წინ მოვაგროვე იურისტების არაერთი ინტერვიუ, განცხადება, კომენტარი წავიკითხე, ყველაფერი შევკრიბე და ვეცდები მარტივად აგიხსნათ, რა უნდა გააკეთოთ. თუ პოლიცია დაგირეკავთ და გეტყვით, რომ უნდა გამოცხადდეთ პოლიციის განყოფილებაში იმისთვის, რომ სამართალდარღვევის ოქმი უნდა ჩაგაბარონ. ასე დაურეკეს მაგალითად შაბათის ეთერის ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს, რომელიც საპროტესტო აქციებს აშუქებს უკვე 87 დღეა და უთხრეს, რომ შენ უნდა მოხვიდე პოლიციაში, იმიტომ რომ ჩაიბარო სამართალდარღვევის ოქმი გაჯარიმებთ. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოგიგზავნონ პოსტით მისამართზე. იმიტომ რომ პოლიციელი თუ ტელეფონით გეუბნება, რომ დაგაჯარიმათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ჯარიმა ჩაიბარეთ. აი რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება და გასაჩივრების ვადები ირთვება მხოლოდ მას შემდეგ,
რაც ჯარიმას მოგიტანენ სახლში, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხელს მოაწერთ თუ არ მოაწერთ ამ დოკუმენტს. ამ წუთიდან, ანუ ჩაბარების მომენტიდან ირთვება გასაჩივრების 10 დღიანი ვადა. მარტივად დავსებ ფორმას და ჯერ მიგაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასაჩივრებ ამ უკანონოდ დაწერილ ჯარიმას. როდესაც დავუშვათ, რეჟიმი შინაგან საქმეთა სამინისტრო მისივე გამოწერილ ჯარიმას ზალაში დატოვებს, შემდეგ გაქვს კიდევ 10 დღიანი ვადა, რომ ეს წაიღო სასამართლოში და სასამართლომ დაიწყოს ამ ყოველფრის განხილვა. აი საბოლოოდ ასე 10,000-ობით საქმე გროვდება სასამართლოში. ჯარიმის ფორმა ძალიან მარტივია. აი ესეთი ფორმა არის. სხვათა შორის ინტერნეტში მოვიძიე მე ეს ჯარიმის ფორმა და ჩვენს ვებგვერდზე ჩვენი რედაქტორები ახლა ატვირთავენ და ტევ1 ჯიზე რომ შემოხვალ, შესაბამისი ახალი ამბის ქვეშ როგორ გავასაჩივროთ ჯარიმები და გვხვდება ეს ფორმა, რომელიც შეგიძლია ან დაბეჭდო, ან ხელით შეავსო და მარტივად გაასაჩირო ეს ჯარიმა. ანუ რაც წერთ აქ, მოდი ვნახოთ კარგად, მოდი მაგდასთან გადავინაცვლოთ. აი ასე. ესე იგი, ივსება შემდეგი გრაფები. საჩივრის ავტორი, მაგალითად ვთქვათ, რომ ჩვენი ოპერატორი, რომელსაც რომ ჩაბარდება ეს ჯარიმა, მან უნდა გაასაჩიროს, წერთ გვარს, სახელს და პირად ნომერს ამ გრაფაში, შემდეგ მისამართი, მობილურის ტელეფონი და საჩივრის არსი. ვასაჩივრებთ ჯარიმას ამ და ამ ნომრით და რატომ ვასაჩივრებთ, მიღები არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და წერთ, რომ არ ვეთანხმებით ამ ჯარიმას სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ გზა არ გადამიკეტია, გზა გადაკეტილი იყო ისედაც და მივედი და შესაბამისად მე ვერანაირ გადაკეტვაში ვერ მივიღებდი მონაწილეობას, ან ფოტოს თარიღი არის შეცდომით, ან მტკიცებულება არის შეცდომით, მოკლედ ის არგუმენტი, რაც გაგაჩნიათ და ამის შემდეგ შეგიძლიათ დაურთოთ სხვადასხვა მტკიცებულება. პირველი ეს არის ოქმი, რომელიც აუცილებლად უნდა დაურთმოთ. შემდეგ ფოტო ან ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ კანონი არ დაგირღვევიათ. აი მაგალითად ჩვენი ოპერატორის გიორგი მოსიაშვილის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ იმ დღეს ჩვენი ოპერატორი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯარიმა არის უკანონო და გვაქვს არაერთი გადაღებული ფაილი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და შესაბამისად მას წარვადგენთ. წერთ თარიღს, საჩივრის ავტორის გვარდასახელი და შემდეგ აწერთ ხელს და ეს მიგაქვთ ამით ასაჩივრებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ჯარიმას. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ვადა, რომ ეს ჯარიმა განიხილოს და ჩაგაბაროთ პასუხი. დაუშვათ გომელაურის ერთმა ჩიკრიკმა მეორეს დაწერილი ჯარიმა ბათილად არცნო. ამის შემდეგ თქვენ მიდიხართ სასამართლოში და ასაჩივრებთ უკვე სასამართლოში, ანუ ჩაბარებიდან, პასუხიდან, უარიდან ან თანხმობიდან გაქვთ 10 დღე სასამართლოში, რომ გაასაჩივროთ. ანუ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გერთვებათ მხოლოდ ჯარიმის გადახდის ვალდებულება და მას შემდეგ უკვე მიმართავთ ხალხის მხარდასაჭერად შექმნილ ფონდებს, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს ჯარიმების გადახდაში, რომ განიხილონ თქვენი შემთხვევა. განვიხილოთ კიდევ ერთი ვერსია, თუ პოლიცია არ დაგირეკავთ და არც გამოგიგზავნით პოსტით ოქმს, ასეთებიც ხდება. და მას გამოაქვეყნებს ვებგვერდზე, სადაც ჯარიმები ქვეყნდება პროტოკოლს წერტილი G. აქ უკვე გაქვთ უფრო მეტი დრო, რადგან ამ ვებგვერდზე პერიოდულად უნდა შეამოწმოთ თქვენი პირადი ნომრით, თქვენი მონაცემები, ოღონდ გამოქვეყნებიდან 30 დღეში ითვლება მხოლოდ ჩაბარებულად. ანუ ნახეთ როგორ არის სახლში რომ მოგიტანენ, 10 ჩაბარებულად ითვლება უკვე და 10 დღე გაქვთ რომ გაასაჩივროთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. აი ვებგვერდზე რომ გამოაქვეყნებენ, გამოქვეყნებიდან 30 დღეში ითვლება ჩაბარებულად და მერე იწყება ათვლა გასაჩივრების ვადების. და პროცედურა არის ზუსტად იგივე, ანუ ჯერ ასაჩივრებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ სასამართლოში და ვადები აქაც ორივე შემთხვევაში არის 10 დღე. ახლა ამდენი 1000 ჯარიმა ყველა ერთად, ამდენი 1000 საჩივარი რომ მიაწყდება სასამართლოს, რამდენი 1000 პროცესი უნდა ჩაინიშნოს და რა დღეში უნდა იყვნენ, წარმოიდგინეთ, მონურ მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები. ეს თქვენ თავადაც შეგიძლიათ განსაჯდოთ. ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არ არსებობს რეჟიმი და დიქტატურა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე გაიმარჯვებს.